აქაც ირინა. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ბათუმში ვართ ევროპის მოედანზე სადაც ამჯერად ექიმები იკრიბებიან ექიმები მარშის მოწყობას აპირებენ საპროტესტო მარშით ისინი შეუერთდებიან ბათუმში საპროტესტო აქციას თქვენ მოგეხსენებათ რომ ამ საპროტესტო მოძრაობას რომელიც უკვე მე-14 ღამეა გრძელდება საქართველოში უერთდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დღეს ექიმები გამოვიდნენ საპროტესტო მარშით ნათია მოკლედ მოუყევი ბათუმელების მაყურებელს რა ხდება ახლა ევროპის მოედანზე რას აპირებთ ექიმები რა გაგექნებათ. რავი, მე მგონი გვერდში დგომა, რაღაცა გვერდით განზე დგომა ამ შემთხვევაში არაფრით არ გამოვიდოდა და ჩვენ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და შევუერთდით აქ აქციას და განვაცხადეთ, რომ ერთად გევართ და ვართ ძალადობის წინააღმდეგ და საქართველოს ძალა არის ევროპაში განათლება, მედიცინა, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი სოციალური დაცვა, ყველაფერი მოდის ევროპიდან და შესაბამისად ვიზიარებთ და რაც თავარია ექიმების ფიცის პირველი სლოგანი რაც არის თავარი არ უნდა ავნო და ის რასაც ჩვენ ამას თვალს ვადევნებთ რა ხდება დღეს საქართველოში ჩვენი შვილების გენოციდი და ჩვენი მეგობრების ჩემ ყველა მეგობარი იქ დგას კურსელები თბილისში ცხოვრობს წარმოუდგენლად მტკივნეულია და სრულიად ვემიჯნებით საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ განცხადებებს ვითხოვთ დაბრუნებას ჩვენ ძველ კურსზე ახალ მთავრობას ახალ არჩევნებს და პირველ რიგში უპირველესად სასწრაფოდ ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას მათ შორის ექიმებიც აი სამარცხვინოდ მოხდა ექიმების დაკავება კაცი პედიატრის საღამოს გასული და აიყვანეს ისე ქუჩიდან რომ ოჯახმა არ იცოდა უბრალოდ ქუჩაში მანქანა იპოვეს რომელიც მას აფრთხილებდა რომ ხოლო ჩვენ სტუდენტებს მიხედეო და ორი პაციენტია მოსასვლელიო იმათო თანხა არ გამოერთვა აი ესეთი ექიმები ყავს ჩვენ და ვერავის არ შემთხვევაში ვერ დადგებოდნენ ექიმები განზე ამ შენ და რამდენი ექიმი უერთდება ახლა ამ აქციას ნათია ბათუმში ძალიან ბევრი ვართ ზოგადად პეტიცია დავწერეთ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს როგორც გითხარით და პეტიციას მოაწერა 200-ზე მეტმა ექიმმა აჭარაში ყველა კლინიკაში შეუერთდა და ყველა კლინიკიდან შეუერთდნენ ექიმები ამ პეტიციას ყველა კლინიკიდანაა კლინიკის მენეჯმენტს რა თქმა უნდა არ აქვს ხოლმე სურვილი გამოჩნდეს და რაღაცნაირად თავი წარმოაჩინოს მაგრამ ექიმები ვართ ყველა საავადმყოფოდან მე მგონი არც ამ პეტიციით თქვენ ახლა რას ითხოვთ? ითხოვთ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას თუ აქ არის გამიჯვნა ასევე საგარეო კი რაც საგარეო კურსის სრულიად შეცვლას მაგრამ უკვე მხოლოდ შეცვლაზე არ არის საუბარია ზოგადად ახალ არჩევნებზე და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ანუ უერთდებით ამ საპროტესტო აქციებს სასწრაფოდ შეცვლას ის საზღარი დაწამლა ჩვენი შვილების და რუსთაველის პროსპექტისაც ხდება ბოლო 12 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი გენოციდი დიდი მადლობა ეს ნათია ხარატი იყო ექიმი რომელიც ასევე წარმოადგენს ძლიერი საქართველოს ის პარტიის წევრიც არის თქვენ ხედავთ ახლა ექიმებს რომლებიც გამოვიდნენ ევროპის მოედანზე ექიმები აპირებენ დღეს რომ მოეწყონ ექიმების მარში და ისინი ასე შეუერთდებიან საპროტესტო მოძრაობას რომელიც დღესაც გაგრძელდება ბათუმში და უკვე მე-14 ღამეა როცა უკვე საპროტესტო აქციები გრძელდება როგორც ბათუმში ასევე ყველა დიდ ქალაქში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გამოდიან ადამიანები თუმცა პროფესიის ადამიანები უერთდებიან ამ საპროტესტო მოძრაობას ჩვენი გზა ევროპაში ასეთია დღეს ექიმების გზავნილი თეთრხალათიანებს თქვენ ხედავთ ახლა კადრში რომლებიც უკვე დგანან ევროპის მოედანზე მინდა რომ გაგესაუბროთ როგორ ხედავთ რა არის თქვენი გზავნილი მოდით ეს გითხარით პირველ რიგში ამ საპროტესტო მარშიდან გზავნილი ის არის რომ მოგვთ ძალადობა ეს როგორც ყველა ყოფი და გზავნილი არის რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროპის შემადგენლობაში. ხედავთ რომ ვიყოთ მშვიდობიანად, მინდა რომ ვიყოთ ბედნიერად და ჩვენ შვილებს ჰქონდეს წარმატებული მოძრაობა. აი ექიმებისთვის რას ნიშნავს განსაკუთრებით თქვენ სფეროზე მედიცინაზე როგორ აისახება ევროპასთან დაშორება თუკი ჩვენი ქვეყნის გზა იკეტება და ფაქტია რომ უკვე ჩაიკეტა ევროპისკენ ეს როგორ აისახება მედიცინაზე და შესაძლოა მე ჩვენზე ხო ანუ ჩვენს ხელმისაწვდომობაზე ჯანდაცვის კუთხით ნებისმიერ რაღაცაზე აისახება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პირველ რიგში მედიცინაზეც ძალიან დიდი
თანადგომა გვაქვს ევროპისგან მედიცინის მუშაკებს და გვინდა რომ გაგრძელდეს ასე. ამიტომ გვაქვს დღევანდელობას და გვინდა რომ ყოდებაში. თქვენი სახელმწიფოარი? მადლობა, დიდი მადლობა. თქვენს რა გითხრათ, თქვენი ხედვით რა საფრთხის წინაშეა ახლა ქვეყანა, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ? ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. პირადად მე და აქ ბევრ ადამიანს გვახსოვს უახლოესი 30 წლის ბევრი თარიღი მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ძალადობა ეს არის ყოველად მიუღებელი. არ შეიძლება ჩვენი მოქალაქეების დღეებით, საათებით, ათდღეულობით, რამდენი და თვეობით უნდა ვცემოთ, რამდენ ხანს უნდა ვცემოთ. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ეს რა საჩუენებს თქვენთვის ამგვარი მოპყრობა, ამგვარი ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე? რუსული სიტყვა ბესპრიდელი ძალიან კარგად მიესადაგება. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ მისი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობით ვერ გაიმართა. მხოლოდ და მხოლოდ გადაარჩენს მოლაპარაკებები და ამ აზრითებულ ტალღას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის, მხოლოდ და მხოლოდ დაამშვიდებს და გადაარჩენს ხელახალი არჩევნები. არჩევნების თარიღი უნდა ვიცოდეთ, რომ დაუბრუნდეთ სამსახურებს, დაუბრუნდეთ 7 გადას. თქვენ ახლა ვერიფიცებით, მაგრამ იმიტომ რომ ექიმები ხართ, მაგრამ უერთებით საპროტესტო მოძრაობას. ჯერჯერობით არ შეიძლება გაიფიცოთ. ჯერჯერობით არ ვიფიცებით. თუ გაგრძელდება ძალადობა დღეები, თვეები, ჩვენ ალბათ მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებასთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სექტორის დაფიცვა სიტყვა თუ საქმეშიც მოვა, ძალიან ცუდ შედეგებს მიიღებს ჩვენი ხელისუფლება. ხო. მოუწოდებ დაფიქრებისას. თქვენი რომელი კლინიკაა, თქვენ სად მუშაობთ? რესპუბლიკის საავადმყოფო. თქვენი სახელი? რაულ პაქსაძე. რაულ პაქსაძე, მადლობა. მოგეთ არაერთი კლინიკიდან დღეს გამოვიდნენ ექიმები და დადგნენ აი აქ ევროპის მოედანზე ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროპული კურსის გადასარჩენად. თქვენ ხედავთ ექიმების ტრანსპარანტებს და ასევე გაშლილ ბანერს, სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, ასეთია მათი მთავარი გზავნილი, ასევე გაგხედავთ ტრანსპარანტებს, სოლიდარობა ექიმებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, უწერიათ ექიმებს. ჩვენი გზა ევროპაშია, არა ძალადობას, ნუ წამლავთ. ამბობენ ექიმები. მოგესალმებით, აქ ბევრ ახალ სახეს ხედავ. მინდა გაგესაუბროთ, რა საჩვენებს თქვენთვის ამგვარი დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან, როცა ძალადობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე? მოდით თქვენ გაგესაუბრებით. რა საჩვენებს თქვენთვის ამგვარი დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან, როცა ასე ძალადობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე? ყოველად მიუღებელია ძალადობა, ყოველად მიუღებელია, მით უმეტეს ეს საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერის, ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, განათლებულები, ნათელი სახეები, მომღიმარი სახეები, ნათელი თვალებით, აი კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა იმის გამო, რომ ადამიანი გამოხატავს საკუთარ აზრს, იმის გამო, რომ ადამიანი აპროტესტებს საკუთარი არჩევანის წართმევას. მიუღებელია ძალადობა, მიუღებელია კატეგორიულად და არავითარ ორ მხარეზე არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია ძალოვანი სტრუქტურების მიერ უიარაღო ადამიანებზე ძალადობას. რაღაც მცირე ჯგუფი გამოდის, ხო, ასე ამბობს ქართული ოცნება, იგივე ნაცმაიდანზე ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, რომ აი ნაცმოძრაობა, კოლექტიური ნაცმოძრაობა აპირებს, რომ რაღაც მაიდნის მსგავსი მონელებით განვითარდეს სცენარიო და ესენ მაინც მალე ჩაცხრებაო, ხო? თქვენ რას ფიქრობთ? რასთან გვაქვს საქმე? რა ეტაპზეა ახლა ქვეყანა? ნაცმოძრაობა თუ კი გულისხმობენ წინა ხელისუფლებას, ეს ბავშვები ამ დროს ნახევარი დაბადებულიც კი არ იყო, ხო? და უმეტესობა პოლიტიკაში არ იყო და საერთოდ პოლიტიკურ მოძრაობასთან არ გვაქვს საქმე. გვაქვს სულ სხვა რაღაცებთან, გვაქვს დემოკრატიის დაცვასთან და ჩვენი ქვეყნის მომავალზეა საუბარი, რა ვიცი, არ ვთანხმობ. ექიმების განწყობა როგორია? რამდენად უმრავლესობაშია ხა ის აზრი, რასაც თქვენ ახმოვანებთ აქ თუ არის წინააღმდეგობა თქვენ იგივე კლინიკებში შიგნით? მაგრამ ჩემი აზრით ხო, არა, თქვენ სამსახურის შიგნით იგივე კლინიკაში მედპერსონალს გაქვთ დისკუსიები ამ თემაზე, ან ვიღაცა იცავს თქვენ იგივე ქართულ ოცნებას? დისკუსიების არცალია ძალიან დაწყვეტილები ვარ და სამსახურის შიგნით ამგვარი დისკუსიის დრო არ აქვს სამხაროდ, მაგრამ მოულობთ ერთმანეთს სამსახურის გალერეაში. კლინიკის მენეჯმენტი ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენ იმას, რომ თქვენ გამოხატავთ პროტესტს, აწერ პეტიციას. თქვენი კლინიკა რომელია? მედცენტრი. თქვენი სახელმწიფოარი? მადლობა. ხო, მაგრამ გაფიცვას ასე აქვს ზოგიერთი ექიმი ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება გავიფიცოთ თუ ასე გაგრძელდება ძალადობა. სტაციონარული სამსახურის ექიმები ვერ გავიფიცოთ. არა გვაქვს მორალური.
ეთანხმებით ესე გაფიცვის საყოველთაო თაობას, რომ შეუერთდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ფიქრობ თუ ეს ეფექტური იქნება, ალბათ ერთ-ერთ ბეგერკეტად შეიძლება გამოყენება. მადლობა, დიდი მადლობა რომ გამოსაუბრეთ. ეს არის ექიმების გზავნილები ბათუმში საპროტესტო აქციიდან. ეხლა ექიმები აპირებენ რომ დაიწყონ ექიმების მარში ბათუმში და ისე შეუერთდნენ საპროტესტო აქციას. არაერთი ექიმი გამოვიდა დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე. მათ გაშალეს ეს ბანერი სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს. ესეთი არის ექიმების მთავარი გზავნილი და თეთრხალათიანების რამდენიმე წუთში მოაწყობენ საპროტესტო მარშს ბათუმის ქუჩებში. ისინი აპირებენ რომ შეუერთდნენ იმ საპროტესტო ტალღას, საპროტესტო მოძრაობას, რომელიც უკვე 14 დღეა უწყოთ რეჟიმში გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში. უკვე მე-14 ღამეა ადამიანები გამოდიან ქუჩაში და ამბობენ რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყნის დაკარგვას, ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც კონსტიტუციური გადატრიალება ხდება ამ ქვეყანაში და პირდაპირ საფრთხე ექნება ევროპისთვის კარის დახურვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. როგორ ხედავთ თქვენ ახლა საფრთხეს? რა ეტაპზეა ქვეყანა? სად ვართ? 30 წელი ვიარეთ, არა, რატო საუკუნეები ვიარეთ ჩვენ კარგი მიზნისკენ, რომ იქ ყოფილიყავით, სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის, მაგრამ ბედის უკუღმართობით ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდა იქ და აი ეხლა, როდესაც ასე ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან, ეს ყველაფერი ჩაგაშალეს. არც უკითხეს ჩვენ. როცა შეეჩერეს ევროინტეგრაცია, ხო? ინტეგრაციის შეჩერებით. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვხედავთ რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში. ახალგაზრდობა, რომელიც მიისწრაფოდა ყველაფერი ამისკენ, თავისუფლებისკენ, ცივილური ცხოვრებისკენ, კარგი განათლებისკენ, კანონიერებისკენ, ეს ახალგაზრდობა დღეს დგას ქუჩაში და საზოგადოება ორად გახლეჩილი, საუბედუროდ, ყუილი, მუქარა, სამართლობა ტრიალებს ჩვენს ირგვლივ და ეხლა მე დიდი ექსპერტი ვერა ვარ, მაგრამ როგორც მესმის და მეც კი ვხვდები, რომ ბევრი რამ ჩამოიშლება ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკა, თუ კი ეს ასე გაგრძელდა. მე როგორც ხედავ ახალგაზრდობა და ქართველი ხალხი არ დაიხევს უკან და აი ესე გაჯიქებულ მდგომარეობაში. თუმცა მთავრობაც არალეგიტიმურია, მათთან საუბარი დიდად საინტერესო არ არის, იმიტომ რომ მათი აზრით ჩვენ აღარ გვაინტერესებს, მაგრამ რაღაც თუმცა მის ხელშია ძალაუფლება, ხო? ამიტომაც მაინც მათ ხელშია მიტაცებული ძალაუფლება ჩვენ. რა გამოსავალს ხედავთ თქვენ? როგორ შეიძლება განვითარდეს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს პროცესი წინააღმდეგობის, რომ ანგარიშგასაწევი გახდეს ეს მოთხოვნა და იძულებული გახდეს ქართული ოცნება, რომ მართლაც დანიშნოს ხელახლა არჩევნები და უკვე სამართლიან გარემოში ყველა ჩატარდეს ქართველმა არჩევნები. შეიგნოს თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა. ყველა ქართველმა უნდა მიხვდეს, რომ დადგეს იქ, სადაც მის სამშობლოს და საქართველოს ჭირდება. ეს იქნება გაფიცვა, ერთსულოვანი უნდა იყოს ერი და არა ასე გახლეჩილი, როგორც აი ახლა დღეს არის წაქეზებები, კამაგას წარმოუდგენელია, მაგრამ სამწუხაროდ ამათ გამქეზებლები წყავთ. რა სახის საშიშროების წინაშე ახლა ქვეყანა, თქვენ როგორ ხედავთ ამ საფრთხეს? არ მინდა ვახსენო სამოქალაქო ომის თუკი არ ჩაწყნარდება ეს და რაღაც ოქროს შუალედს არ ვნახავთ და არ მოვილაპარაკებთ და არ დაგუნებდებიან რომ ბადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს მე ასეთ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება ჩასწრაფ პირდაპირ დაინტერესებული ამ პროცესებით რუსეთი, ხო? ჩვენ ვიცით რუსი მაღალი ჩინოსნების განცხადებებს და ასევე იმას, როგორ ემთხვევა ამ განცხადებებს შემდეგ ქართული ოცნების განცხადებები, ხო? ყველაფერი რაც ამ პუტინმაც მოიწონა ასევე ქართული ოცნების პოლიტიკური განცხადებები. რაც მოხდა აი ამ 28 ნოემბრის შემდეგ, ფაქტია, რომ ჩვენი მთავარი ტაშის დამკვირვებლები და გამქეძებლები ამათი არის რუსეთი. ანუ ხედავთ პირდაპირ ამ საფრთხეს, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უფლის ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომ საქართველოს შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ორბიტაზე. რა თქმა უნდა.
ლოგიკური გამოსავალი. როგორ ხედავთ აქ რუსეთის დამარცხებას, რომ რუსეთის ინტერესი აღარ იყოს ის, რომ მან მიიტაცოს საქართველოს, როცა ისტორიულად მტერია, ხო? არ გვანებებს თავს და დღეს როგორ ხედავთ, რა არის მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ თავის დაღწევა ერის კონსოლიდაცია. სხვა არაფერი. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. სამწუხაროდ იცით, ყველა ადამიანს თავისი პოზიცია აქვს, ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს, ვის ოცნება მოსწონს, ვიც ოპოზიციის მხარეს იყო. ჩვენ ყველა იმათ აზრსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ ამგონია აი იმათშიც, ვინც ოცნებას ხმა მისცა, ყველანი დღეს 28 ნოემბრის შემდეგ ყველანი ერთ აზრზე არიან. როდესაც ნახეს, რომ თურმე ევროინტეგრაცია შეწყდეს უნდა საქართველოში. არ ამგონია რომ ისინიც კმაყოფილები იყვნენ და რაღაც სიჯიუტია მათი თუ რა ხდება ქართული ხასიათი მინდება ამაში ისინი უნდა მიხვდნენ რომ ანუ რუსების ამორჩევლებში და დადგნენ აქ ოპოზიციის დასაცავად ანუ ვისაც ჯერ კიდევ ეგონა რომ ქართულ ოცნებას ევროპისკენ მიყავდა ქვეყანა რა თქმა უნდა ყველანი ისინი თუ გაქვთ კომუნიკაცია რას ამბობენ ისინი რას პასუხობენ თქვა ისინი როგორია მათი პოზიცია ჯერჯერობით ჯიუტად დგანან თავისზე მაგრამ არიციან რა ქნა მე მგონია მაინც რომ საღიაზრი გაიმარჯვებს მიხვდებიან საქართველოს ადგილი არის ევროპის დიდი მადლობა ეს კაპიტანი ზეინაბ დიასამიძე იყო ექიმი თქვენს პოზიციას ისმენდით თქვენ ისმენთ ექიმების გზავნილებს რომლებიც დღეს აწყობენ საპროტესტო მარშს ბათუმში ისინი შეიკრიბნენ აი ეს უთებია რაც ისინი გროვდებიან ბათუმში ევროპის მოედანზე და აპირებენ რომ მარშით შეუერთდნენ ისინი საპროტესტო მოძრაობას რომელიც უკვე მე-14 დღეა გრძელდება ბათუმში და არაფოდ ბათუმში მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაშლილი საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ჩაკეტა საქართველოს კარი ევროპისკენ ევროკავშირისკენ და თქვა რომ ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გარდებული 2028 წლამდე ეს განცხადება რომელიც გააკეთა ირაკლი ყობახიძემ 28 ნოემბერს აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში და მას შემდეგ არის უწყოთ რეჟიმში საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით გაშლილი მათ შორის ბათუმში უკვე 14 ღამეა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები იკრიბებიან ქუჩებში აწყობენ საპროტესტო მსვლელობებს და აპროტესტებენ ქვეყნის ევროპული ევროინტეგრაციის შეჩერებას მოგესალმებით თქვენი გზავნილი შესახებ გითხარით დღეს ამ აქციაზე რა არის თქვენ გითხარით რუსულად საუბრობდა არ კარგი თქვენ გითხარით დიახ თქვენ გითხარით მე დღეს დამნაშავე ვთქვი ახალგაზრდების წინაშე ჩვენ ესეთი საყოველთაო პროტესტი უნდა გამოგვეხატა იმაში როცა უადო სამართლების დამტკიცება მიდიოდა მიმდინარეობდა და იმაში უნდა ყოფილიყო ეს ყველა საყოველთაო ჩვენ გავისტურეთ და ან გავიშვით ბევრი მომენტი ხელიდან როგორც საზოგადოება აი ძალიან ჩვენი გულწრფობის გამო ჩვენ უპასუხისმგებლობის გამო ახალგაზრდები ახლა ისჭება აი მე დამნაშავე ვთქვი და ამიტომ მოვედი ჩვენ ფასორე ვაპატიებდი რომ არ გამოსულიყავი ახლა რამდენჯერ გადაგვაგდეს და ჩვენ ეს ყველაფერი გავაწევდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აი ნაციონალების რატო წავიდა ნაციონალები უსამართლობის განცდა იყო ხო აი უსამართლობის მოსამართლები როგორ იქცეოდნენ გრიგოლიანის ეს რამოდენიმე შემთხვევა იყო და ხინჩალა და მურციძის გამო ასე თუ ისე ვაიძულეთ რომ წასულიყო ნაციონალები ეს უსამართლობის შეგრძნებავდა რა მოხდა შემდეგ გადმოპორტირა ეს მურციძე ჩიჩალაძე ოცნებაში და უარდო დაამტკიცეს აი ეს მომენტი უნდა გამოგვეტყუებინა ჩვენ ეს პროტესტი უნდა ასეთი პროტესტი უნდა ყოფილიყო და ესეთი ახალგაზრდები ასეთ ამ თრეში არ იქნება ეხლა რამდენად შესაძლებელია ქვეყნის გადარჩენა რომ რუსეთს დავახციოთ ჩვენ თავი პრაქტიკულად გადარჩება საქართველოს სხვა უკეთესი მომავალი უწევია იმიტომ რომ ეს გულწრფელი პროტესტი ახალგაზრდების მე ამაში 100% დარწმუნებული და როგორ ეხლა თუ არ დაუდგებით ჩვენ ყველა დავიგუწევთ ყველა აბსოლუტურად და ყველა საწყენი ისაა რასაც არ ჯერა გულწრფელი პროტესტი ძალიან გზობიარები არიან და მათ უნდა დაუდგეთ ჩვენ ხალხში აუცილებლად რა არის ეხლა ამისთვის საჭირო როგორ ხედავთ თქვენ ამ წინამორბედობის გაძლიერებას ნაბიჯები და ეს პროტესტი უნდა ჩაწეროს და მათ უნდა იგისნოთ ეს უნდა იყოს კანონიერის ფარგლებში
არ თქვენ ფიქრობთ რომ თუ ეს პროტესტი ამ პროტესტი ექნება უწყვეტი ხასიათი იქნება ფართომასშტაბიანი ამას ექნება შედეგი თქვენ ანუ არ უშვებთ იმას რომ შეიძლება ამას არ მოყვეს შედეგი იცით რა საყოველთაოდ დაუმორჩილება უნდა იყოს შეიძლება ხო გუგლი იყო და ყველაფერი გაატარა შეიძლება ყველას ოჯახს დაუკაკუნებს ეს ყველა ოჯახს მიადგება ეს სამართლა აბსოლუტურად არავინ არ დარჩება და განსაკუთრებით ის იმას მიადგება ვინც ეხლა ჩუმად არის ამაში მე დარწმუნებული ვარ იმიტომ ისტორია ამას საუბრობს და ამას მეტყველებს გადავხედოთ ისტორიას ეხლა რამდენიმე ექიმი და მის გუგლად იყო პირველად იმას მიადგა ესეთი რეჟიმი ეხლა რამდენიმე ექიმი ლაპარაკობდა გაფიცვაზე რას ფიქრობთ ამ იდეაზე რამდენ შესაძლებელი იქნება რომ გაიფიცვენ ექიმებიც მე ვფიქრობ ისეთი სიტუაცია წავა ეხლა ისეთი პროცესები წავა რომ თვითონ ეს ხელოვნურად არ იქნება ეს იქნება გამოწვეული ბუნებრივად ეს გაფიცვები და არა ხელოვნურად ვერავის ვერ მოუწოდებ ეს დრო მოიტანს იმას რომ თვითონ ადამიანი გამოვა ექიმები ცოტა ხანში ექიმების გამოვა ეხლა ცოტანი ვარ ცოტა ხანში აი ნახეთ ყველა ექიმი გამოვა ეს ფინანსებს რომ დაარტყამს ექიმებს ყველა გამოვა ჩვენ მარტო არ ვიქნებით ხო მაგრამ სხვა ჯერჯერობით ცოტანი ხათ ამერე ცოტანი სხვა პროფესიის ადამიანებს გამოვა ყველაფერი ფინანსებს დაარტყამს ყველა გამოვა არიან ისე ექიმები რომლებიც წინამდგომას გიწევენ და გეუბნებიან რომ ეს არ არის სწორი ბევრია ისიც ბევრია ისეთები რომელიც საერთოდ არ ჯერათ ამ ახალგაზრდების ცემატყების რამდენი ჩემი ყურით ვარ მოვისმე და გავუგებო აი რაც გაკული გაქვთ ხან ბანერზე ხო ნაწამები ადამიანების ფოტოები ეს ყველაფერი თვითგვემაა ეს ყველაფერი მოგონილია რომელიც შეფასდა როგორც წამება სახელმწიფო დამცველის და ასევე საერთაშორისო ეს ფინანსებს რომ მიადგება მე დაიჯერებენ ეს არ ბუნებრივად ხდება ყველაფერი და პროტესტი გულწრფელი პროტესტი იყო და კანონის პარკებში თქვენი სახელმწიფოარი მადლობა ასეთ იყო კიდევ ერთი ექიმის ნატალია ზოიძის კომენტარი თქვენ ხედავთ ექიმებს რომელთაც გამოფენილი აქვს ბანერი სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს ასეთია ექიმების მთავარი გზავნილი დღეს ამ საპროტესტო მარშის წინ ისინი აპირებენ რომ დაიწყონ და მოეწყონ საპროტესტო მარში დღეს ბათუმში მემედაბაჟის გამზირზე და მარშით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან რომელიც უკვე გრძელდება მე-14 ღამეა ამ ბანერზე ასევე თქვენ ხედავთ აქციაზე დაშვებული ადამიანების სახეებს ნაწამებ ადამიანებს რომლებიც გახდნენ პოლიციელები სამართალდამცველების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი და ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი ამ ძალადობისთვის არ დასჯილა ექიმების ნაწილი ბანერს უკან დგას, როგორც ხედავთ, ისინი გროვდებიან იმისთვის, რომ მოეწყონ ერთობლივი ექიმების მარში ბათუმში და მარშით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც დღესაც იმართება საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
მე არ ვიცი ვისაც ჩავწერე. მე რა იცი კომპიუტერზე გადავყოლე და იქიდან საავადმყოფო მალე დაიწყებენ აქ შეკრებილი ექიმები აპირებენ რომ მარშით აქ შეკრებილი მარშით თქვენ კადრში ხედავთ ექიმებს, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ ბათუმში ევროპის მოედანზე. ისინი აპირებენ რომ მოაწყონ მარში მემკვიდრეობის გამზირზე და მარშით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ეს აქცია ბათუმში უკვე მე-14 ღამეა, რაც გრძელდება. მას შემდეგ, რაც ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის შეჩერებული, განადგურებული 2028 წლამდე. ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოების საქართველოში და სწორედ 28 ნოემბრიდან დღემდე იმართება უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციები, როგორც ბათუმში, თბილისში, ასევე ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში იკრიბებიან ადამიანები, თუმცა პროფესიის ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამბობს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნისთვის ევროპული გზის ჩაკეტვა, რაც ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას და საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები ასევე აპროტესტებენ კონსტიტუციური გადატრიალებას ქართული ოცნების მხრიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, მას არ აღიარებენ და ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტს ასევე უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა შეკრების უფლება მაშინ, როცა არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა იყო გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა ამის კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნის მიუხედავად მაინც შეიკრიბა პარლამენტი, ასევე უმაღლესი საბჭო აჭარის შემთხვევაში და მაინც დაამტკიცეს მთავრობა. რაც არის ანტიკონსტიტუციური, ასეთია კონსტიტუციონალისტების შეფასება და არ მხოლოდ მათი. ჩვენ უკვე ვნახეთ ბოლო დღეებში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება ამ პროცესებზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის არალეგიტიმური და არჩევნები უნდა გაიმართოს ხელახლა. ასეთია მათ შორის ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნა არის ხელახლა ჩადდეს არჩევნები საქართველოში სამართლიან გარემოში და გადადგეს მთავრობა. დღეს უკვე ექიმებიც ესეთი ღია საპროტესტო მარში უერთდებიან საპროტესტო მოძრაობას ბათუმის საპროტესტო აქციაზე. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ექიმებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი დადგენ რამდენიმე კლინიკის წინ, მოეწყო თეთრხალათიანების აქცია. ამ აქციას შეუერთდნენ მედიკებიც და ექიმების გარდა სხვა სამედიცინო პერსონალიც. ხოლო დღეს უკვე მათ მოიფიქრეს, რომ მოეწყოთ ესეთი საპროტესტო მარში ბათუმში. ისინი შეიკრიბნენ ბათუმში ევროპის მოედანზე და ეხლა საპროტესტო მარშით ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციას ბათუმში. თქვენ გესმით ასევე საყვირების ხმაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან იქ უკვე დაიწყო აქცია, შეიკრიბნენ დღესაც აქციის მონაწილეები. ნაწილი არის აქ ევროპის მოედანზე. აქ შეიკრიბნენ დღეს ექიმები და იწყება ექიმების მარში უკვე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყება. მოდით რამდენიმე სხვა ექიმსაც გავესაუბროთ, თუნდაც დაიწყება მარში. ნათია, ჯერ ხარ იწყება მარში მსვლელობა? ან მოდიან სხვა ექიმებიც, რომლებსაც შემოერთდნენ თქვენს მარშს. მოდი ქალბატონ ზიას გავესაუბროთ, ზია კედელიძე. თქვენი გზავნილი დღეს ამ მარშიდან რა არის? ჩვენი გზავნილი არის, რომ შეწყდეს ეს ძალადობა. პირველ რიგში ექიმებზე ძალადობა შეწყდეს.
და უდანაშაულო პარტნიორები, რომელსაც უდანაშაულო თავს მისჭირე, გამოუშვა გარეთ, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და ჩაისნიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგანაც ამ ქვეყანას აქვს ლეგიტიმური მთავრობა და იყოს ისევ წინსვლა ევროპისკენ. რა არის ახლა ამისთვის საჭირო რომ შესრულდეს ეს მოთხოვნები? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის გამთავრებას? ადამიანის ივანიშვილის კეთილი ნება. და როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ ნებას? რა არის ამისთვის ჩვენი საჭირო? უწყლეთი გამოსვლით ქუჩაში და ჩვენ ვიხმაურით და ვაჩვენოთ ევროპას, რომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ცივილურ სამყაროში და ამისთვის ისინიც უნდა დაგვიდგენ გვერდით. ზია ქედელიძე, მადლობა. ასეთია ზიას პოზიცია ექიმების მარშიდან, რამდენიმე წუთში დაიწყება ექიმების მარში, რომელიც მოეწყობა მემედაბაშის გამზირზე, როგორც ვიცი, და შემდეგ ისინი გადავლენ მარშით ბათუმში საკონსულტაციო სასამართლოსთან, სადაც უკვე მე-14 ღამეა იკრიბებიან ადამიანები, მოქალაქეები და გამოხატავენ პროტესტს იმ პროცესებზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ბოდიში, თქვენ რო გაგესაუბროთ, რას აჩვენებს ამგვარ დამოკიდებულება ხელისუფლების? თქვენ გითხარით, აი თქვენს ბანერზე ხარ რაც ხატია, ხო, ეს ნაწამები ადამიანები, წამების მსხვერპლი არიან, ასეთია ძალიან პირდაპირ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება, ასევე სახალხო დამცველის შეფასება საქართველოში, რომ ეს ადამიანები დღეს არიან წამების მსხვერპლი. რატომ მიდის ამ გზით ქართული ოცნება, თქვენ დაკვირვება როგორია? სახალხო დამცველმა შეაფასა, სახალხო დამცველმა შეაფასა, რომ ისინი ნაწამები. კი, წამებად შეაფასა. ხოსოშოს ხშირად ადანაშაულებენ ლევან იოსელიანს, რომ ის არის ლოიალურია ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ ამ აქციებთან მიმართებაში მან პრინციპში თქვა 2 თუ 3 დღის წინ, რომ ეს არის წამება პრაქტიკულად. არის ძალიან უგუნური მთავრობა ყავს, მე მგონი. ამას რო ვერ ხედავს ისეთი მთავრობა ყავს. უდაბუროს გაახებას უნდა თვალი, რომ დაინახოს ეს ყველაფერი. ამდენი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ამდენი ხანი აქციები. რაცა რა აწუხებს ამ ხალხს, რატო აწუხებს ეს ასე? ესე იგი უმრავლესობას ატოცვლიან მის თავს და ჩვენ ატოცვლიან უმცირესობაში. მე მაინც ვერ ხვდები. ნაცვაიდანი უნდათო მაგათო, ანუ რაღაც რევოლუციაზე ლაპარაკობს სუსი. მაგფერი უსუსური ვადაგასული აზრები. არ არის ზღაპარია. თვითონ შეიძლება უნდათ მაგას, მაგრამ უბრალო ხალხს, მედიკოსებს, ჩვეულებრივ ადამიანს ნამდვილად არ უნდა ომი. ნამდვილად არ უნდა ომი და იმიტომ ვართ ასე გამოსული. ნამდვილად არ მინდა რუსი. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. მამა ჩემი გვარდიელი იყო. აცხონის მეხლა სადაც არის ვამაყობლისი. მე ვიცი რუსი რა არის. რაც უთი პიროვნებაა და რაც უთი ხალხი. ხალხი ახლა კაიგრახაგან ყველგან არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა ვიცი რომ არ უყვართ ქართველები და არ უყვართ საქართველო. თქვენც დევნილი ხართ აფხაზეთიდან? მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. რა ვითარებაში დატოვეთ აფხაზეთი? აფხაზეთი დავტოვე მე როგორც ომი დაიწყო ოჩამჩირიდან ვარ. როგორც ომი დაიწყო რამოდენიმე კვირაში რა წამოვედი. ჯერჯერობით ჩემი სახლი იყო. რამოდენიმე ხანში უკვე აღარ იყო. ან მალევე დაინგრა ეს სახლი? რაღაც 2 თვეში დაინგრა. მე გითხრეს ამბავი რომ დაინგრაო, თუ როგორ დაიგეთ? კი, რაღაცები ინფორმაციები მოვიდა, რაღაც ნაცნობებით, იმით რომ გავიგეთ რომ ჩვენი სახლი იყო დაინგრა. და დღეს ახლა ხედავთ რომ და ყველა ხედავს პრინციპში რომ რუსეთი აშკარად არის ჩართული ამ პროცესებში. ეს პირდაპირ დაინტერესებული მიტაციებით, რომ საქართველოს აღმოჩნდეს რუსეთის ორბიტაზე მინიმუმ, ხო? ჩვენ ვისმენთ როგორ ემთხვევა, ხედავთ როგორ ემთხვევა რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებებს, ხო? ასე პუტინმა როგორ მოიწონა პირდაპირ ქართული ოცნების განწყობილებები. როცა თქვენ ამას ისმენთ, როგორია დღეს თქვენი რეაქცია, როცა აფხაზეთი უკვე წაგვართვეს, ხო? და მისი ოკუპაცია მოახდინეს. დღეს თქვენი რეაქცია და ემოცია როგორია, როცა ისმენთ ამ განცხადებებს, როგორ პუტინის განცხადებებს? 12 წლის უკან ივანიშვილი რომ მოვიდა, მთელი საქართველო გახარებული. იმედი ჰქონდა ივანიშვილის. აგერ 12 წელს ცოტა მეტი გავიდა, ხო? და დღეს ყველა ივანიშვილის წინააღმდეგა. მე ძალიან ვაფასებდი, როგორც თქვენ მოქმედს, ძალიან ვაფასებდი. მაგრამ დღეს რომ ასე იქცევა და ასე არაფრად არ აგდებს ქართულ ხალხს, ბრაზდები და ვღიზიანდები და იმიტომ გამოვედი გარეთ. მე მედიკოსი დღეს ვარ ქუჩაში. ექიმი. დიახ, რომელი კლინიკიდან ხართ? კლინიკა მედინა. კლინიკა მედინა, ხო? ზემოთ ერთიანია მედპერსონალის განწყობა და დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. სხვები რას ფიქრობენ?
სხვები რას ფიქრობს იმას მე ვერ გეტყვით, მაგრამ არამედ ერთიანია თქვენი დამოკიდებულება. მეტნაკლებად არ მოსწონს ეს ცხოვრება, ეს მთავრობა დავიღალეთ 12 წელია ბოლოს და ბოლოს, რომ 12 წლის მერე მაინც წარდია. ხო, თქვენ ახლა ხედავთ რომ რაღაცა მიიტაცეს ძალაუფლება და ჩვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს იზოლაციაში თუ პირდაპირ ხედავთ რუსეთის საფრთხეს, რომ საქართველოს ხდება რუსეთის ნაწილი. დიახ, პირდაპირ რუსეთის ყავს ხედავ საქართველოს. მე ვიცნობ რუსებს. მე ვიცი აფხაზეთში ძირითადად რუსები, ჩვენ მეზობლები რუსები, ძალიან ბევრი ვიცნობ. მაგელი სულ სხვას ლაპარაკობენ, სულ სხვას აკეთებენ და სულ სხვას ფიქრობენ და ეს ჯალათი, რომელიც ის სათავეში, ეს ხომ საერთოდ, ავიცი, როგორ თქვა, არა ადამიანი. კაც მოზულე ადამიანი ზის რუსეთის პუტინზე, ხო? როგორც იტყვიან ცუდი სიტყვებით, არა ვიცი. როგორ დავაღწიოთ ახლა ჩვენ თავი პუტინს, აქ ჩანს პირდაპირ პუტინის ინტერესი, ხო? მათ შორის საქართველოში. თქვენ როგორ ხედავთ? ქართველი ხალხი უნდა იდგეს ყოველთვის ერთად. არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია, პოზიცია. რაღაცა ხო არის საერთო ხო გვაქვს ჩვენ. აი, იმიტომ უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხი ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი. ერთ მორწმუნე ვართო, მაგას გვეუბნებიან ხშირად ქართველი ვერ დავიჯერებ მე მაგას. ილორის ეკლესია შეხედონ და მე რეთქვან რომ ერთ მორწმუნე თუა რუსეთი და ილორის ეკლესიას შეხედონ აფხაზეთში რომა და მე რეთქვან რომ რუსეთი ერთ მორწმუნეა თუ რა არის. აი მე პირადად არ მჯერა რუსეთის არც ქრისტიანობის არ მჯერა საერთოდ რუსეთის ქრისტიანობის. არ არიან მაგის ქრისტიანები. მაგენი ჯალათებია ჩემ თვალში. და ბევრი ჩემნაირი ფიქრობს მაგას, მით უმეტეს აფხაზეთის ხალხი. ყველა მიცის რუსი რა არის და რას წარმოადგენს. რა გააკეთა მაგამ აფხაზეთში, რა გაუკეთა მაგამ ქართველს 2008-ში. ეხლა რა ინტერესი აქვს რუსეთს თქვენი დაკვირვებით? თქვენ საქართველოში რა გაზრახვა აქვს? რა გაზრახვა აქვს რუსეთს? რუსეთს ისე უნდა ჩემის აზრით, რუსეთს უნდა მისი წესრიგი, მას რომ აქ ცუდი, არაადამიანური ის დაამყაროს საქართველოში და ჩვენ რუსეთს გონია რომ ჩვენ მისი მონები ვართ, მაგრამ ნურას უკაცრავა. ქართველი არავის არ იქნება არავის მონა. არავის მონა არ იქნება ქართველი ადამიანი. მაგი არ ვიცი და არასდროს არ ყოფილა და არასდროს არ იქნება. ქართული ოცნება რა როლს თამაშობს ახლა ამ პროცესში? რა შეიძლება იწოდოს ამას? თქვენთვის რა ქვია იმ საქციელს, იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ქართული ოცნება იღებს? ძალიან ცუდ რაღაცებს და რამდენ ვიღაცასთან კაი წარმოდგენა მქონდა. დაიწყო მარში მოთამია, როდი? მაგ წარმოდგენა მე მაგენის ყველასთან დამეკარგა. აბსოლუტურად სულ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გულნათლებელი პრეზიდენტი დაგიგეს, ეს არის ჩვენი დაცვა. ანუ ყაველაშვილზე ამბობთ, ხო, ვისაც აპირებენ რომ დანიშნოს აი ჩვენ პრეზიდენტი. თქვენი სახელი და გვარი? ეკა ქარდავა. დიდი მადლობა რომ გაგვესაუბრეთ. ასეთ იყო კიდევ ერთი ექიმის გზავნილი თქვენის პოზიციით გამარჯობა. ეხლა იწყება ექიმების საპროტესტო მარში, ბათუმის ევროპის მოედნიდან. ექიმები აპირებენ რომ საპროტესტო მარშით ჩაიარონ მემედაბაშის გამზირი და ისე შეუერთდნენ საპროტესტო აქციას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ეს აქცია უკვე მე-15 ღამეა, რაც გრძელდება. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაკეტა პირდაპირ გზა ევროპისკენ, შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და თქვა, რომ ევროკავშირში მოლაპარაკებების გაწერიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. ექიმებმა დღეს თავი მოიყარეს თეთრხალათიანები შეგროვდნენ ევროპის მოედანზე და ეხლა ისინი აპირებენ რომ საპროტესტო მარშით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას ბათუმში. არაერთი პროფესიის ადამიანი შეუერთდა ამ საპროტესტო აქციას. მსახიობები, მასწავლებლების აქცია ჩვენ ნახეთ ცალკე, მსახიობების ხმა, ასევე განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის, მოსწავლეების ძალიან ბევრი დიდი ნაწილი არის გაფიცული, სტუდენტები, უმაღლესი სასწავლებლები. Gracias.
თქვენ თვალს ადევნებთ ექიმების მარშს ბათუმის ქუჩებში, ექიმები საპროტესტო მარშით უერთდებიან საპროტესტო აქციას ბათუმში საკონსულო სასამართლოსთან. ექიმებმა დღეს გამოფინეს ბანერი, რომელზეც დატანილია მშვიდობიან აქციაზე თბილისში ნაწამები ადამიანების. არერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება არსებობს უკვე იმაზე, რომ აწამეს ეს ადამიანები და საქმე გვაქვს წამებასთან, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი ძალიან კაფიო და კატეგორიული შეფასებაც, რომ საქმე გვაქვს წამებასთან სამართალ დამცველების მხრიდან. აღსანიშნავია ის, რომ ამ დრომდე არც ერთი სამართალ დამცველი არ დაუშჯია რომელიმე საგამოძიებო ორგანოს. ამ ბანერზე კი არის წარწერა სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს. ასევე სხვა ტრანსპარენტი მოაბზადეს დღეს ექიმებმა, თეთრხალათიანებმა, რომლებიც ახლა მიიწევენ საპროტესტო აქციისკენ. სოლიდარობა თქვენ ხედავთ წარწერას ბანერზე, რომელიც ახლა ხელში უჭირავთ ექიმებს. დღეს ექიმები სხვადასხვა კლინიკიდან გამოვიდნენ ბათუმში ევროპის მოედანზე და თქვენს რომ ახლა ზუსტად არის პროტესტის დრო. რამდენიმე ექიმი არც იმას გამორიცხავს, რომ შეიძლება გაიფიცოს კიდევაც თუ გააგრძელებს ქართული ოცნება ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე. თქვენ მოგახსენებათ, რომ სტაციონარის ექიმებს აქვთ კანონის მიხედვით შეზღუდვა გაფიცვასთან დაკავშირებით, მაგრამ ექიმები, რომლებიც მუშაობენ ამბულატორიებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შეუძლიათ რომ გაიფიცონ და არ არის გამორიცხული, რომ ექიმებიც შეუერთდნენ საერთო გაფიცვას. ოჩო გესმის ასევე მეგაფონიდან საპროტესტო აქციაზე მოწოდება და მიმართვა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეუბნებიან, რომ ამ აქციას უერთდებიან ექიმები მარშით. ექიმები უკვე მოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ბათუმში, რომელიც გრძელდება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ასევე აქვეა საკონსულო სასამართლო. სადაც უკვე მე-14 ღამეა იკრიბებიან ადამიანები საპროტესტო აქციაზე და გამოხატავენ პროტესტს საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გამო და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, არ შეეწყვეტათ საპროტესტო აქციები, ვიდრე არსებობს საფრთხე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, ვიდრე
ქართული ოცნება პირდაპირ არ დევს კონსტიტუციას, მიტაცებს ძალაუფლებას და საქართველოს სუფრის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. Saprosta mixte, creo por su debate, les am saprosta acțiuni debate, și ce următoare, echimele het xalatiene, no. Cred că trebuie să share trebuie să saprosta acțiuni, smart camera, scanerები, ბანდერებს ვხედავთ აქციაზე დასახიჩრებულ ადამიანებს, ადამიანებს, რომელსაც თავს დაესხნენ, შემთხვევაში პოლიციელი და სამართლებრივი და აწარმოებს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება არსებობს, რომ საკრებავს წამებასთან, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს აგდებენ ინდირაში, როგორც ახლა ამ ფოტოზე ხედავთ, რაც პანელზე ეკრანზე. მოგეთ როგორც ხედავთ ექიმები უკვე შემოუერთდნენ საპროტესტო აქციას ბათუმში. საპროტესტო აქცია გრძელდება ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. აქვეა საკონსტიტუციო სამართალი, რომელიც არც კი განიხილება საერთაშორისო შეხვედრას, რომელიც აქ შეიტანა პრეზიდენტ სალომე-ზურაბიშვილმა, წელიწადის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობას. მაგრამ ეს სარჩელი არც კი განიხილეს ამ სასამართლოში. ორი მოსამართლე არ დაითანხმა მხოლოდ ამ გაწყვეტილებას გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. თქვენ მათი განსხვავებული მოსაზრებების ნახვა შეგიძლიათ ბათუმელების ვებგვერდზე. ახლა როგორც უკვე ტრადიციად იქცა, ცოტაღანში დაიწყება სიტყვით გამოსვლები სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, რომელიც აქვეა მოწყობილი, გამსახურდია ეს ქუჩაზე. ჩემთვის უცნობია დღეს მოიწყობა თუ არა საპროტესტო მსვლელობა, რომელიც ასევე ერთგვარი ტრადიციაა ბათუმში საპროტესტო აქციებზე. თქვენ მოისმინეთ ექიმების გზავნილები, რომელიც საკმაოდ ერთგვაროვანია. ისინი ამბობენ, რომ პირდაპირ ექნება საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მაშინ როცა ევროინტეგრაციის კურსს აჩერებს ქართული ოცნება და პირდაპირ უკეტავს ამ ქვეყნის კარს ევროპისკენ. მოგესალმებით, რომ გაგესაუბროთ. მოდიში.
ბოდიში თქვენ გაგესაუბროთ. დღეს ექიმები შემოურდნენ ამ საპროტესტო აქციას. რას ფიქრობთ ამ აქციაზე? ძალიან კარგია, ნებისმიერი პიროვნება მოუერთდება მომავლის ბრძოლას, ეს არის დასაუბრებელი და გაგზავნა მესამე მსგავს გამოჩენს არა მარტო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქტიურად არიან და მოუწოდებ სხვა სამსახურებსაც, სხვა პიროვნებებსაც, რომ არ არის ვაინსტაინის სამსახურის დატოვება სავალდებულო. უბრალოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და სადაც ხედავთ ქვეყნის ნათელ მომავალს, იმ მხარეს უნდა ვიდეთ. თუმცა ჩანს ასევე რომ ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს რომ ჩაახშოს ეს პროტესტი ან დააშინოს ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ გამოხატონ პროტესტი ხო თუ ადანოდი თვალს დღეს მაგალითად პატიმრობა შეუფარდეს პროფესორს და 4 სტუდენტს რომლებიც ამ მდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები იყვნენ და აქ საგულისხმოა ის რომ ამ დრომდე მთელი წლების განმავლობაში სასამართლოს არც ერთი ადამიანის დაშეუფარდებია პატიმრობა ვისაც გამოძიება ედავებოდა ძალადობის მუხლით როგორც კი ამ შემთხვევაში გაჩნდა პოლიტიკური ინტერესი და ის რომ ეს ადამიანები უკვე პოლიტიკურ აქციაზე მყოფი ადამიანები ხო მათ შეუფარდეს პატიმრობა რა გამოსავალი არსებობს ამ დროს გამოსავალი არსებობს ერთადერთი უწყვეტი ბრძოლა ამ პროცესების წინააღმდეგ რადგან დღეს არის საქართველოში პირველ რიგში ვთქვათ რომ ეს არის აბსოლუტური უსამართლობა ყველა უნდა დაგმოს ძალადობა და ნებისმიერი პიროვნების ნორმალურად მოაწყობილების ძალადობა უნდა იყოს მიუღებელი აქ არავინ არ ითხოვს რაღაცა აბსურდულს და მიუწვდომას ხალხი ითხოვს რაც ნათელ მომავალს ქვეყნის ჭეშმარიტი განვითარების გზას რაც შეეხება დაჭერებს და რეპრესიებს ამაზე მე ვფიქრობ რომ ეს უნდა შეწყვიტონ რადგან მიჭერენ ერთს გამოდის 10 არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირიქით ხალხი იზიანდება ანუ არ ამართლებს ქართული ოცნებისთვის მათი მიდგომები თქვენ ესე ფიქრობ ვერ ახერხებენ დაშინებას ვფიქრობ რომ არ ამართლებს და რატო მოკლედ გეტყვით ეს არ არის პოლიტიკური ვიყოთ რაღაცა საარჩევნებო სიტუაციაში რომ დაშალო აქცია სიტუაცია ან რაღაცა მსგავსი ხო ეს არის ჭეშმარიტი ეროვნული იდეის იბლი შეკრებილი საზოგადოება რომელიც ბრძოლობს ქვეყნის მომავლისთვის აქ არ არის რომელიმე პარტიის მხარდამჭერის დაჭერაზე საუბარი აქ არის ეროვნული იდეოლოგიის მხარდამჭერის დაჭერაზეა ხო საუბარი და ეს საზოგადოება არ არის 1, 5, 10 ან 100,000 აქ არის საქართველოს უმრავლესობა რამდენი უნდა დაიჭიროს რამდენი უნდა აწამო ეს ან თქვენი აზრით წაგებული აქვს ეს ბრძოლა ქართულ ოცნებას ამ კუთხით წაგებულია საკუთარი ხალხის დაჭერა დაჩაგვრა გალახვა და აი ამ პირობებში ჩაგდება მართან მდგომარეობაშიც რომ იყოს სონ მდგომარეობაშიც ხელისუფლება მაინც მიუღებელია და წაგებული ბრძოლად იქნება და მით უმეტეს ეს კურსი რაც არის ძალიან ცუდია და მე ვიტოვებ იმედს რომ ეს თვალ პოლიტიკური ძალები ფართო საზოგადოებრივი აუდიტორია და სახელმწიფო ძალაც გამონახავს საერთო ენას და შეწყდება საქართველოში ეს გაურკვევლობა გაუგებრობა მე ამის წამს თუმცა ჯერჯერობით ვერ ვხედავ ასე რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ უფრო კარგად უნდა ვიყოთ მობილიზებულები არანაირ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები აბსოლუტურად თუმცა ყველა უნდა გამოვიდეთ და მოვიტყოვოთ რომ ჩვენი გზა არის მადლობა თქვენი სახელგვარი შემახსენეთ როგორ ომარ ირემაძე მადლობა ბატონო ომარ თქვენი მოქალაქეს ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეს ეხლა სიტყვით გამოდის ბათუმის საპროტესტო აქციაზე ნათია ხარატის ექიმია და თქვენ მოხსენებათ რომ დღევანდელ აქციას აქტიურად შემოუერთდნენ ექიმები მოვისმინოთ ექიმების სიტყვა რომელიც ახლა მიკროფონიდან ჟღერდება სახელდახელოდ მოწყობილ სცენიდან რომელიც აქ მოეწყოს აქციის მონაწილეობა ბათუმში გამსახურდიას ამერიკის მიერ დაფინანსებული ცეჰეპატიტის პროგრამა რა დღის რო ახსენოთ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა საქართველოში უნიკალური შესაძლებლობა აქვს ჩვენ თანამემამულეს
იმკურნალონ უფასოდ უძვირფასეს პრეპარატებით. ბევრმა ჩვენმა კოლეგამ გაიარა სტაჟირება ევროპაში და ევროპული გაიდლაინები, ევროპული განათლება ჩამოიტანა ჩვენი პაციენტების სამკურნალო და დასახმარებლად მედიცინის სტანდარტებიც ხო ყოველთვის უერთდება ევროპას. რა თქმა უნდა, ამ კურსზე გადახვევას არც ვფიქრობ, რაც შეეხება თავად თავრობა როგორც იქნება ჩვენი პირველ მოთხოვნას უერთდებით, რომ პირველ რიგში გათავისუფლება ყველა პატიმრის და თავრობის პირობო გადადგომა ახალი არჩევნები, მოპარული არჩევნებს ჩვენ არ შევეგუებით. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. უჩვეულო სიტუაციაში ვართ ამ ქალაქში პირადად. მადლობა ყველა ჩვენს კოლეგას, მადლობა ყველა თანაქალაქელს. ძალიან მძიმე პერიოდი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას, რაც რეალურად მთლიანად მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და დღევანდელი დღე ბათუმის ექიმების წარმომადგენლებისთვის, ანუ ვინც დღეს თქვენს წინაშე ვდგავართ, იყო ძალიან უჩვეულო. გარდა იმისა, რომ გვალაპარაკებს ერთმანეთთან კოლეგიალური აზრთა გაცვლა, ჩვენ ვღელავთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე. ყველა ჩვენთაგანის დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ნეიტრალური, აქ არ არის პოლიტიკა, აქ არის ძირითადად სამშობლოს სიყვარული. არა ძალადობას, არა იმას, რაც ადამიანობას გვაკარგვინებს, აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები გვიერთდებიან, არავინ არ ვართ ჩვენი სამუშაო პირობებიდან გამომდინარე დაკავებული დღესდღეობით იმ პოლიტიკური რაღაც ნიშნებით, რომ თქვენს წინაშე წარმოვადგენდეთ რომელიმე ფრაქციას, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, ჩვენ წარმოვადგენთ უბრალოდ ჩვენ აბსოლუტურად ექიმები ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, გმობთ ნებისმიერი ფორმის, ეს იქნება მთავრობის მხრიდან თუ რეალურად ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მეორე ადამიანს აზიანებს. პირველ რიგში ექიმის მოვალეობა და ვალი არის ეს, რომ შეწყდეს ძალადობა. უპირველესი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან იყო ეს. მეორე მომენტი ის, რომ დღეს საქართველოს ციხეები, იზოლატორები სამარცხვინოა, რომ სავსე არის ბავშვებით, არასრულწლოვანებით, სავსეა ხელოვანი ადამიანებით, ექიმებით და ვითხოვთ თავისუფლებას იმ ჩვენი კოლეგების ყველა დაკავებული პატიმრის. მადლობა და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ იმის, რომ ეს სიძულვილი აუცილებლად წავა ჩვენი გულებიდან, შევიყვაროთ ერთმანეთი უფრო მეტად. აი რაც დღეს გვჭირს, ეს არის სიყვარულის ნაკლებობა. ყველაზე დიდი პოლიტიკა, ყველაზე დიდი პარტია ხალხო არის ადამიანობა და ეს გვაკლია. გვიყვარდეს ერთმანეთი. ბათუმელი ექიმების გზავნილი ჩვენ ყველა ჩვენს კოლეგას, ყველა რეჟიმის პატიმარს, ყველა დაკავებულ ადამიანს. მალე თავისუფლება და მალე გვეზეიმოს ერთიან საქართველოში ერთმანეთის სიყვარული. მადლობა. მოგესალმებით, მეგობრებო, ძვირფას საზოგადოებამ. რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა დამისვა კითხვა. თუ რა რეაქცია მქონდა პირველ დღეს, როდესაც დავინახე დარბევა მშვიდობიანი მომიტინგეების, ცემატყება ჩვენი მოქალაქეების. ასე ხმამაღლა მინდა გავცე პასუხი. რეაქცია მქონდა ის, რომ ერთი მოქალაქის ფასიც კი არ ღირს არც ერთი ხელისუფალი. ცემდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც თითოეული ჩვენ მოქალაქის წინააღმდეგ ხელი აიღო. მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვაკვირდებით ექიმთა საზოგადოება, ჩვენი კორპუსი ხელისუფლების ქმედებებს. სწავლობთ კიდევაც და ვაკვირდებით. ძალიან ბევრმა პირველ მოწვევებზე ძალიან ბევრი კარგი საქმე აკეთეს. მაგრამ როგორც წინა ხელისუფლებებმა, ასევე დღევანდელმა ხელისუფალმა 2016 წლის შემდგომ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ ევროპის გზა საბოლოოდ ჩაეკეტა. ჩვენ დღეს გამოვედით არა მარტო ძალადობის წინააღმდეგ, არა მარტო მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის წინააღმდეგ, არა მარტო დიქტატურის წინააღმდეგ, არამედ გამოვედით იმიტომ, რომ შინაურად რო გითხრათ, მთელ მსოფლიოში გამარჯვების თქმელი აღარ დაგვჩავინმე. არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. არც ერთი ნორმალური
განვითარების ქვეყანა და ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში აზვირთებულია პროტესტის ტალღა. რას ელოდება ჩვენი ხელისუფალი? დაღლა არ იქნება. მინდა გითხრათ, რომ ამ სიტუაციიდან მხოლოდ არის ერთი გამოსავალი. ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიგოთ ახალი არჩევნების თარიღის შენიშვნა. ამ თარიღამდე როგორ ივლის ქვეყანა, კონკრეტული ნაბიჯები, ყოველდღიური ნაბიჯები შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებთან, აი ესეთ ცენტრებში, სადაც ვიკრიბებით ყოველდღე. უნდა იყოს შეთანხმებული. როგორ მივახცევთ ახალ არჩევნების თარიღამდე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არა მარტო ცესკოს, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ცესკო არ მონაწილეობს ამაში. ყველა ხელისუფალს, ყველა გამყალბებელს, ყველა დროს შერჩა ყველაფერი. ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხმას. დღეს ჩვენ ვიცავთ ევროპულ მომავალს. დღეს ჩვენ ვისმენთ ჩვენ მომავალ თაობას, უსმენთ მათ და მივხვებით კიდევაც. ჩვენზე უკეთესები არიან და ძალიან მაგრები არიან. არ დაიღალენ, არ შესცივდათ. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქისგან განსხვავებული გადაცმული ფორმით მიიღო ფიზიკური დაზარალება. ეს ტრავმები რამდენიმე დღეში შესაძლოა ადამიანი წამოდგეს ფეხზე გაიაროს, მაგრამ გრძელვადიანში თავის ტრავმა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს ტრავმები შესაძლოა დატოვებს ძალიან რთულ და ძვირადღირებულ კვალს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ცემა, ძალადობა არასოდეს არ გამართლებულა. ზოგმა ხიდი ააფეთქა, ზოგმა გცემა, ზოგი დღესაც გცემს, მაგრამ ყველას პოლიტიკური მომავალი წავიდა სანაგვეზე. ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ გონიერება უნდა იყოს ყველას და დაუჯდეს საქართველოს მოქალაქეებს მოსალაპარაკებლად. უნდა დაჯდნენ და უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები, ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი. მადლობთ, ბოდიში. მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სახე ვარ, მაგრამ აქამდე არავისთვის არ მithქვამს, რომ პროფესიით ვარ ფარმაცევტი. თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მომიწია ჩემი პროფესიის გვერდზე გადადება. მაგრამ დღეს რომ დავინახე აქ ჩემი უფროსი კოლეგები, მომეცა мотиваცია იმის, რომ აქტივიზმის პარალელურად მივხედო ჩემს პროფესიასაც. როგორც ვიცით, მედიცინა და ზოგადად ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სფეროა საქართველოში. და ექიმები არიან გმირები, რადგან ისინი ყოველთვის გვევლინებიან თანამებრძოლებად. მეტიც დღეს შეძლეს და ქუჩაში დააფიქსირეს ღიად პოზიცია. გპირდებით, რომ ახალგაზრდები შეგიქმნით უკეთეს მომავალს, შეგიქმნით ევროპულ მომავალს, სადაც თქვენი სფერო იქნება ღირსეული და დაფასებული. გთხოვთ ტაში გამოუცხადოთ სოლიდარობა მათ. მოგესალმებით მეგობრებო. მადლობას ვუხდი ექიმებს ეს შესანიშნავი გამოსვლისთვის, ერთიანობისთვის, ჩვენი გვერდში დგომისთვის, ერთად ყოფნისთვის. მე დღეს მინდა რომ ღიად მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადო ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორს და იმ 4 სტუდენტს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ აუცილებლად ძალიან მალე გამოვლების მიწიდან დარწმუნებული ვარ. თქვენ მოამზადეთ? მოკლედ პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ესე რა. აი, ყველა ხო ისმენთ ამას. მეგობრებო, ზოგადად პატიმარი ქვია ადამიანს, რომელიც დანაშაულს ჩადის. ესენი არიან სისტემის ტყვეები. ესენი რეჟიმის ტყვეები არიან და ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, თუ პროპაგანდას გვერდით გადავდებთ და
მივდივართ გამარჯვება. სურათს შესაბამისად ადეკვატურად შევაფასებთ დავინახავთ იმას, რომ როგორ მივალთ გამარჯვებამდე რა არის? მოქალაქე მერიის თანამშრომელი ქართული ოცნების სახე ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ნორმალური ადამიანი უნივერსიტეტში ასე ფიზიკურად არ შეიჭრებოდა და ლექტორის ფიზიკურ, გავიცი, ლექტორთან ფიზიკურ დაპირისპირებას არ შეეცდებოდა, მივიდა უნივერსიტეტში მუხარით და შანტაჟით რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდა. და ჩვენ რა გვაქვს მეგობრებო, ჩვენ ხომ მუშაობთ სხვადასხვა ადგილებში, ზოგი საავადმყოფოში, ზოგი სკოლაში, ზოგი ბაღში, უნივერსიტეტში, საწარმოებში, აფთიაქებში და ასე შემდეგ. ჩვენ დასრულობის გარანტიები არ გვაქვს. ჩვენ ქართული ოცნების პოლიცია ასე ვიტყვი ასე შევაფასებ. თქვენი სახელი და გვარი დასვას არ პირდება. პირიქით, ჩვენ დაშინება, ჩვენი ფიზიკური შევიწროება მათთვის არის მოტივაცია, დაწინაურება და პრემიები. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რა, აი ყველას მოგიწოდეთ, ბევრს გამოცდილება არ გვაქვს და ხშირ შემთხვევაში ემოციები შეიძლება აღვყოს, მაგრამ შეგვიძლია რომ ხშირ შემთხვევაში მივიღოთ შეურაცხყოფები, მივიღოთ აი ფიზიკური ზიანის თუნდაც და შევეცადოთ რომ დავანახოთ რომ მშვიდობიანად თავისუფლად ღირსები დაგუპა რა იქნება რომ რუსეთის ხელში აღმოჩნდები დავარწმუნოთ ისინიც რომ ჩვენ მშვიდობიანი ნათელი ევროპული საქართველოს აქ დასამარცხებელია რუსეთი ხო პუტინი ჩვენ სოციალური ავიცი რა ძალა ამის რო გამაჩერება და ინსტაგრამზე და სხვა საშუალებებს მათ შორის სოციალურ სივრცეებში ოჯახებში ბაზრობებში სკოლებში უნივერსიტეტში ღიად ვისაუბროთ თუ როგორ მოქმედებს სისტემა ახლა რამდენიმე წუთის წინ პოზიტივი იყო მოსული ინტერვიუის ჩასაწერად და სიმართლე გითხრათ ეს დღეები ვარ ძალიან დიდ სტრესში სპეციალურად ჩამოხვედრებ გაახრევოთ ბათუმში აქციის მონაწილეები სპეციალურად ჩამოხვედრით თბილისიდან რომ გაახრევოთ აქციის მონაწილეები ბათუმში ღია შანტაჟის მუხარები მე ჩემზე არ მეშინია ოფო ოჯახის წევრების მეშინია იმიტომ რომ შე შემთხვევაში ისინი ასაკიანები არიან ამ სხვადასხვა პრობლემები ხო ბევრ სესხი აქვს აი როცა ჩვენ მოუწოდეთ მოქალაქეებს ქუჩაში გამოვიდეს მეგობრებო ჩვენ ის იმაზეც უნდა ვიფიქროთ რომ მათ უკან დგას საკრედიტო წნეხი რომელიც ძალიან რთულად დასაძლებია აი დამერწმუნეთ რომ ბევრი მოქალაქე დღეს იმიტომ არის ემიგრირებული რომ აი ამ საკრედიტო წნეხმა გადააწყვეტნა ამ ნაბიჯების გადადგმა ამიტომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრიათ რომ ღიად უფრო აქტიურად გააპროტესტოთ, გამოხვიდეთ, დააორგანიზოთ და დამერწმუნეთ თქვენი თავდადება, მშვიდობიანი თავდადება იქნება გარანტი იმის, რომ ასეულობით ადამიანი მოვა და წამით არ შეგეშინდეთ თუ ბათუმს სიცივის ან წვიმის ეშინია თუ ამას ვინმე ფიქრობს ეს ასე არ არის. მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ და გისურვებ ერთიან თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა არ გაჩერდება. ყურების ჩამოყრის დრო არ არის. მე ხვდები აქ გამლელებს აქციის მონაწილეებს და გეტყვით ერთ რაღაცას, რომ ეგეთი შეფასებები რომ ხალხი გუშინდელზე ცოტა დამერწმუნეთ, როცა კი ამის საჭიროება იქნება, სხვა ხალხი მოვა აქ, სხვა ხალხი, რომელიც წალეკავს ყველა უმანკოებისა, სიბინძურეს, სისასტიკეს, სადის, სტრესს, ძალადობას და შიშს. დღეს სიჩუმე არის შიშის წყარო. ამიტომ ეს სიჩუმე ხმაურით უნდა დავანგრიოთ. მოდი ვიხმაუროთ, რაც შეიძლება ბევრი, ტაშის დაგვით, წვენი, ყვირილი, ყიჟინით, რომ ეს შიში დავძლიოთ. დიდი მადლობა. ევროკავშირის სიმი უნდა ჩავთოთ და ერთად ვიმღეროთ ისაც შეგვიძლია. გრძელდება სიტყვით გამოსვლები ბათუმში საპროტესტო აქციაზე. ამჯერად ევროკავშირის ჰიმნს შეასრულებენ აქციის მონაწილეები. დღესაც საპროტესტო აქცია იმართება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. აქვეა საკონსტიტუციო სასამართლო. დღეს ექიმები მარშით შეუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას. თქვენ კაცი ხედავთ ქალბატონს, რომელიც დღეს ჩამოვიდა თბილისის საპროტესტო აქციიდან. ის 85 წლისაა, თქვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ისმენდით მის შეფასებებს და მოლოდინებს. ის ამბობს, რომ ყველა უნდა დადგეს ახლა ქუჩაში და არ უნდა დავიღალოთ და პროტესტის უწყვეტობა არის მთავარი ფაქტორი, რაც ჩვენ მოგვიტანს გამარჯვებას. ის ამბობს, რომ თუ ახლა ვერ მოიპოვებს საზოგადოება გამარჯვებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა დაიღუპება, ქვეყანა აღმოჩნდება რუსეთის ხელში. ასე და მისი მთავარი გზავნილი. ეს ამ აქციაზე სახელდახელოდ მოწყობილი პატარა სცენაა, გამსახურდია ეს ქუჩაზე, სადაც ექიმმა მიმართეს დღეს უკვე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ექიმები მარშით შეუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას, სხვადასხვა კლინიკის ექიმები გამოვიდნენ დღეს მომზადეს ბანერი და თქვეს, რომ ისინი უცხადებენ სოლიდარობას აქციაზე დაშავებულ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, სტუდენტებს და ამბობენ, რომ ასე
მეგობრებო, ევროპის ჰიმნი არის თარგმნული ქართულადაც. ეხლა გამოჩნდება კედელზე ტექსტი და მოდი ყველამ ერთად შევასრულოთ, როგორც ვასრულებთ საქართველოს ჰიმნს. ეს კი ლარა სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორის როლშია ამ აქციებზე, ის მოდერაციას უკეთებს ამ საპროტესტო აქციას. მოქალაქემ მოგვაწოდა ეროვნული მოძრაობის ფოტოები. ეხლა გავაშუქებთ და დაურთავთ სიმღერა ჩაკრულოს.
ასეთი განწყობა ამ დროისთვის ბათუმში საპროტესტო აქციაზე, ვინც ახლა შემოვარდა ბათუმის პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ ჩვენ ახლა ვართ ბათუმში, ისევ საკონსულო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უკვე მე-15 დღეა გრძელდება საპროტესტო აქცია. დღეს ექიმები შემოვარდნენ საპროტესტო მარშში ამ აქციას და საპროტესტო მოძრაობის წევრები ქვეყნის მასშტაბით ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ ამ პროტესტის შეწყვეტას და გაჩერებას, როცა პირდაპირ შეუქმნა ქართულ მოძრაობამ საფრთხე სახელმწიფოებრიობას ამ ქვეყანაში, პირდაპირ შეუქმნა საფრთხე ქვეყნის დამოუკიდებლობას, როცა ქართულ მოძრაობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. Oli argami
ასეთი ვითარება ამ დროისთვის ბათუმში საპროტესტო აქციაზე. ამ აქციას ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ ექიმები. მათ მოეწყო საპროტესტო მარში, ისინი შეიკრიბნენ ევროპის მოედანზე, გაუფინეს ბანერები, სადაც ასახეს იმ ადამიანის ფოტოები, რომლებიც აწამეს, რომლებიც დაასახიჩრეს თბილისში საპროტესტო აქციებზე. და თქვენს რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის მსხვერპლ პარტნიორებს. ექრობის თავი ძამნელია ასევე ის რომ ისინი არ შეეგუებიან ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რადგანაც ევროინტეგრაციის შეჩერება პრაქტიკულად ნიშნავს პირდაპირ საფრთხის შექმნას ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ამიტომაც დღეს ექიმებიც აქ-არიან ამ საპროტესტო აქციაზე. თქვენ მოგეხსენებათ რომ არაერთი პროფესიის ადამიანი შეუერთდა ამ საპროტესტო მოძრაობას. საპროტესტო აქციას ბათუმში, რომელსაც დღეს შეუერთდნენ საპროტესტო მარშით ექიმები. და გრძელდება ახლა საპროტესტო აქცია. აქ მოწყობილია სახელმწიფო სცენა, როგორც თქვენ დაინახეთ, სადაც პერიოდულად სიტყვით გამოდიან მოქალაქეები. ისინი სიტყვით მიმართავენ სხვებს, ვინც ასევე შეკრებილი არიან საპროტესტო აქციაზე. ეს უკვე მე-14 ღამეა, მე-15 დღეა, რაც საპროტესტო აქცია გრძელდება არამხოლოდ ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები იკრიბებიან უწყლოდ რეჟიმში პრაქტიკულად. სოციალურ ლოკაციაზე იმართება საპროტესტო აქცია.
ძალიან შემოდის ხმა მუსიკის, მაგრამ გვეცნები გავესაუბრო ისო მოქალაქეებს და გავიგო მათი განწყობა. მოგესალმებით, რომ გაგისაუბროთ თუ შეიძლება. როგორ ვითარდება ახლა ეს პროცესი, რა არის გამოსავალი, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს წინააღმდეგობა თქვენი აზრით? ეს ყველაფერი მე მომავალი მინდა შვილი მედრდება და ჩემი შვილი მინდა გაიზარდოს ნორმალურ ჩამოყალიბებულ ქვეყანაში მე ამიტომ მოვარაყავ რა არის ახლა გამოსავალი როგორ ხედავთ როგორ უნდა გაძლიერდეს ეს მოძრაობა წინააღმდეგობის მოძრაობა როგორ უნდა გაძლიერდეს ისიც უნდა ჩავახშოთ შემოსასვლელი გასასვლელი ანუ ყველაფერი აი როგორ შეიძლება რომ ითქვას რა დამორჩილებლობა უნდა იყოს და წინააღმდეგობა უნდა გამოვიდეს და არა მარტო ერთ ადგილზე უნდა გაიფანტოს როგორ ის უნდა შეიკრას ეს ყველაფერი პარალიზებული უნდა გახადოს ყველაფერი და ამით მოგვერდება თორემ მხოლოდ ერთ ადგილზე ყოფნით იყო კიდევაც ამის ცდელობა ხო თქვენ 40 წუთით შეიზღუდა მანქანების მოძრაობა თქვენ ჯაჯვარედინზე აბუსერის ქუჩაზე ანუ ფიქრობთ რომ მსგავსი ფორმები არის მისაღები და ეს დისკომფორტ შეუქმნის და აიძულებს ქართულ ოცნებას უბრალოდ თქვენ პროტესტი გამოხდა ნორმალურად მშვიდობია მადლობა თქვენი სახელი ასეთია კიდევ ერთი მოქალაქის გზავნი მოდი ნიკა ფუტკარაძეს ხედა მას მინდა რომ გავისაუბრო მოგესალმები ნიკა ბათუმანების პირდაპირ ეთერში რა საჩვენებს ბოლო პროცესები ბოლო დღეები თქვენთვის საითკენ მიდის ეს პროცესი და რა ხდება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მისთვის რომ ანგარიშგასაწევი გახდეს ხალხის პროტესტი იმისთვის რომ ანგარიშგასაწევი გახდეს ეს პროტესტი არ უნდა დაკარგოს ეს დინამიკა რაც ახლა არის და შეინარჩუნოს ტემპი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ვხედავთ დღე უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოდის გამოდიან ის ადამიანები რომლებიც არ ყოფილან ჯერ აქციაზე და ესაა მნიშვნელოვანი პროცესი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა კავშირის მხარდაჭერა ამერიკის ჩვენ მისტერ ტრამპი თავის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად მოდის უკვე და მნიშვნელოვანია მათი პოზიცია. იმიტომ რომ აი ადმინისტრაციის პოზიცია რომელიც უკვე დაფიქსირდა, ქართულმა ოცნებამ მონაწილეა როგორც წარმავალ პოზიცია. ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო მხარდაჭერა და ის აქციები, რომელიც უნდა დაეწოს პერსონალურად იმ პიროვნებებს და პოლიტიკოსებს, რომლებმაც გვაიძულა, რომ აი ამდენი ხალხი და ეს ენერგია, ეს რესურსი დროის ჩავდოთ ამ პროტესტში. ანუ საქციები იმუშავებს თქვენ ფიქრობთ თუ დაასანქცირებს იგივე აშშ-ში თქვა ივანიშვილს და მის გარემოცვას ეს აიძულებს მათ რომ ჩაანიშნონ ხელახალი არჩევნები კონკრეტულად ერთი არაფერი არ იმუშავებს უნდა იყოს ნაკრები და ამ ნაკრებში აუცილებლად უნდა შედიოდეს პერსონალური სანქციები ყველაფერი რაც დისკომფორტში ჩააგდებს მოქმედ ხელისუფლებას ამასთანავე აუცილებელია ვისაუბროთ იმაზე თუ რა იქნება ხვალ ეს არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს უნდა გჯეროდეს რომ ეს პროტესტი შედეგს მოგვიტანს. იმისთვის რომ გჯეროდეს უნდა ვიცოდეთ. ამაზეა სალაპარაკო და დრო არის უკვე ხალხმა. ეს ვისი სალაპარაკოა? ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს? არ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკოსებმა, არამედ უნდა განგვიმარტოს და მოგვაწოდონ ინფორმაცია, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს აქვს ეს მნიშვნელოვანი მისია დღეს. რასაც ვერ ასრულებენ რასაც მე მგონი არ ასრულებენ. როგორც ვიცი, მათი სურვილია რომ მაქსიმალურად ყველასთვის ნათელი იყოს, მათ შორის უცხოეთისთვისაც რომ ეს პროტესტი და ეს მუხტი არის თავდამონდე მოქალაქეებით აწეული და ეხლა უკვე ვაჩვენეთ ჩვენ ეს ყველაფერი. დრო არის უკვე რომ პოლიტიკოსები ჩაერთონ, კონკრეტულად გამოიყენონ ტელეეთერები, იმისთვის რომ მოიწყოს დისკუსიები და ვისაუბროთ მიმდინარე პროცესების განვითარებაზე უფრო ჩაშლილად. მაგალითად ვითხოვთ და ბევრი ვითხოვთ აქციაზე მყოფები ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ცხადყოფს ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას სად უნდა რომ მიგვითშიროს ადგილი, მაშინ როგორ უნდა გახორციელდეს ეს ახალი არჩევნები და ანუ რა სადაკურებო მისია უნდა შესრულდეს რომ რაღაც ერთგვარი სტრატეგია უნდა დადოს ეხლა პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ერთგვარი გეგმა. საუბარი მაინც უნდა დავიწყოთ იმისთვის რომ მოქალაქეები უფრო და უფრო დარწმუნდნენ რომ ამ პროტესტს არ აქვს მხოლოდ ემოციური მუხტი, არამედ მტკიცე შინაარსი აქვს. და ეს პროტესტი არ არის აწყობილი მხოლოდ ღირებულებების შენარჩუნებაზე, მოთხოვნაზე და ხაზგასმაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, საუბარი არის დასაწყები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბარემ დავამთავრებ რომ თუ
თუ მოქალაქეები არ მიმტრიალდით იქითკენ სადაც არ მიდის ჩვენი ხმა არაფერი არ გამოგვივა საუბარია საჭირო მე მესმის რომ თული იმ ადამიანზე ლაპარაკ რომელიც ხედავს ამ კადრებს ამ ფოტოებს ამ პროცესებს და თავისით ვერ ხდება მისახვეცის მე მესმის მაგრამ სამწუხაროდ არის ეგრე ან ქართული ოცნების ხადამჭერებს გულისხმობ მე ვარისმობ იმ ადამიანებს რომლებიც ნეიტრალურები არიან იმ ადამიანებს რომლებსაც აქ დგომა იმიტომ არ უნდათ რომ ფიქრობენ რომ სადღაც ნაცი დგას იმ ადამიანებს რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ეს აქციები შედეგის მომტანი იმ ადამიანებს რომლებიც ქართული ოცნების ხადამჭერები არიან ყველას ვინც ახლა არ ეხმაურება მიმდინარე მოვლენას და არ გამოდის ქუჩაში რომ ჩვენ აქ არ ვდგავართ იმიტომ რომ რაღაც ვიწრო პოლიტიკური ხედვა გვაქვს აქ იმიტომ ვდგავართ რომ ვერთიანდებით ამ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად და საერთო აზრზე ვყალიბდებით თუ ამაზე საუბარი ჩვენ საზოგადოებამ არ დავიწყეთ არ მიუღიალდით ადამიანებისკენ არ გაიზრდება აქციის რიცხვი ადამიანების რაოდენობის და ეს პროტესტი არ გადაიზრდება უფრო სერიოზულ მოძრაობაში ეს მნიშვნელოვანი დეტალია რაც გვაკისრია მოქალაქეებს თქვენ თუ ესაუბრებით გარშემოყოფ ადამიანებს მეზობლებს მეგობრებს ჩემს მეგობარს რომელიც არ ეხმაურებოდა ხო და ველაპარაკე მათ შორის ჩემ მეგობრის მშობლებსაც რომლებიც დანეიტრალურად არიან განწყობილები ერთ-ერთის ოჯახი მაგალითად ძალიან რელიგიურია და არ მოეწონა მიმდინარე პროცესი კუბოს დაწვის ამბავზე ძალიან აღშფოთდა და ეს ჯვარზე აქცენტი ხო რაც ქონდა ტელეკომპანიებში მე საუბრობ ადამიანებს აუხსენე ჩემი პოზიცია მაგრამ არ მიჩხუბია მათთან არც მონა დავუძახე ნო დავჯექი და ველაპარაკე შენ როგორ ფიქრობ მე მომისმინე მე როგორ ფიქრობ შეიძლება იმ წუთში მომენტში ეს შედეგის მომცემი არ იყოს მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანს ეჭვშია მიმდინარე პროცესებს უყურებს რაც უფრო მეტი ადამიანი გამოაშკარავებს საკუთარ აზრს მის უნდა დავინახავ სხვები და სხვები რომ უნდა შევიკრიბოთ და დავერთიანდეთ ამ მიზნის გარშემო ეს არის თავარი მისია მოქალაქის დღეს მადლობა ეს ნიკა ბუტკარაძე იყო პოეტი მოქალაქე როგორც პოზიციების ისმენდი მადლობა ნიკა არის მაშინ რა ასეთია განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე. Rasvinachas iselvanachas natura chvenis mitzvaris Avdgetze vadgetze lod sorecha Achla vinciba dema
გაგდებზე თაყვანი ცეთისებრი ახალარო უნივერის შენი მრავალჟამიერი შენი მრავალჟამიერი სისხლში სიტყვანი ახლა გვმართებს ერთმანეთის ახლა რომ აფერდება უნდა დამიბერდეთ მოგესალმებით. მათვალების ლაივში ვარ. შეიძლება რომ გაგესაუბროთ? ძალიან მოკლედ, პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენი განწყობა როგორია ახლა ამ აქციაზე? თქვენი განწყობა როგორია დღევანდელ აქციაზე? იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებ და ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღე გამოვიდე აუცილებლად რომ მოვიდე. რა არის ახლა გამოსავალი? რა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში? რა არის მნიშვნელოვანი დღეს ამ პროცესში? რა და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება იმაში რომ ხელახალ ჩარკვეს არჩევნები და უნდა გამოუცხონ ყველა უკანონო დაკავებული ხალხი გარეთ. მადლობა. ვერი სახელი? მარია. მადლობა მარია. შეიძლება რომ გაგესაუბროთ? მოდით ეს და თქვენ გითხარით, მოგეთ, რა საჩვენებს ბოლო პროცესები, ბოლო დღეები, რა სტრატეგია აქვს ახლა ქართულ ოცნებას, რა ჩანს მათ მიდგომებში? ჩანს რომ ის ძალიან ბევრი აგრესიულ მეთოდს იყენებს, ხო? ხომ არ გადახედა ამას, შეცვალა მისი სტრატეგია, თუ აი რასთან გვაქვს საქმე თქვენაგურები? ჩემი მოსაზრებით რაღაც აგონიაში არიან, პანიკაში არიან, იმიტომ რომ არ ელოდნენ მასობრივად იმ წინააღმდეგობას, რაც საქართველოს ქუჩებში, საქართველოს საზოგადოება, დემონსტრანტები მშვიდობიანი მოსახლეობა აჩვენებს და ამგვარ წინააღმდეგობას არ ელოდნენ, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ რაღაც თავიანთ შემოსაზღვრულ წარმოდგენებში, რომ თითქოს ამ მოსახლეობას, საზოგადოებას არ უნდა ევროკავშირი, არ უნდა ევროატლანტიკური მისწრაფებები არ გვაქვს, ხო? თუმცა რეალურად ისინი ჩვენგან იმდენად შორს არიან, რომ ამ მისწრაფებებს და საზოგადოების შინაგან გრძნობებს ვერ ფლობენ და ვერ გრძნობენ. ამიტომაც დღეს არიან ისინი აგონიაში და რაღაც პანიკაში, ვერ ხვდებიან ამ წინააღმდეგობის შინაარსსაც კი. შესაძლოა ისინი გულწრფელადაც კი იზიარებდნენ იმ რაღაც აბსურდულ წარმოდგენებს, რასაც ბრიფინგების დროს გამოსვლებში. თუმცა ჩანს აგრესია, ხომ შედევენ დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ასევე ნიღბიანი პირები გამოიყვანეს რაზმები, ტიტუშკები, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ხო, აი რა ჩანს? ჩვენ არ გვინახავს ეს აგონია როგორც საკანონმდებლო სივრცეში, სხვადასხვა შემზღუდავი კანონების მიღების, ხო, ეხლა ახალი კანონები და არ ინიცირეს პირბადის თუ რაღაც ლაზერების აკრძალვის და ის რომ ის ძალადობა არ ჭრის მათ მიერ განხორციელებული ქუჩებში ადამიანების სხეულის დამსხრევა, ძვლების ჩამსხრევა, წამება ხო, რაც პირდაპირ შეფასდა როგორც წამება. ისების შელახვა ხო, ეს რომ მიხვდე რომ ქართულ გმირ საზოგადოებისთვის ეს არ ჭრის, ეხლა არიან გადასული დაშინებებით და რაღაც კანონების მიღებით და თითქოს გონიათ რომ ამით დავშინდებით, მაგრამ ეს პირიქით ისევე როგორც ძალადობა მოქმედებდა ჩვენთვის რომ უფრო მეტი თანამოაზრე, უფრო მეტი ხალხი გამოდიოდა ქუჩაში, ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში უკულ რეაქციას მივიღეთ. და როგორ ფიქრობთ ამ წინააღმდეგობის განვითარებას, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს წინააღმდეგობა, რა არის საჭირო ამისთვის? რა არის მთავარი ფაქტორი, რამაც შეიძლება მართლაც აიძულოს ქართული ოცნება, რომ მან დაიხიოს უკან და მართლაც შედგეს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება ხელახლა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს აქციები და პროტესტი იღებს სხვადასხვა ფორმებს, თვითორგანიზების ახალ რაღაც ინიციატივებს ხვდებით, კრეატიულს მათ შორის, იმიტომ რომ აქ მდგომი საზოგადოება არის მრავალფეროვანი, რაც გვაძლიერებს, ეს ერთობა და მრავალფეროვნება გვაძლიერებს. შესაბამისად, წინააღმდეგობის ფორმებიც არის მრავალფეროვანი და ისინი ვერც კი მოჰყვებიან ამ მრავალფეროვნების იდეას, წინააღმდეგობების იდეას და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს, რომ გაგრძელდეს თვითორგანიზების ან არ უშევთ რომ შეიძლება რისკი იყოს ის რომ დაიღალოს ხალხი, აღარ გამოვიდეს ქუჩაში, შენელდეს ეს საპროტესტო მუხტი და საბოლოოდ ხო და მიტაცებული ძალაუფლება დარჩეს ქართულ ოცნებას. დიახ, შეიძლება დაიღალოს ადამიანი, მაგალითად ქართული ოცნების მხარდამჭერები და წარმომადგენლები, რომლებიც არ იციან რისთვის იბრძვიან. ან იბრძვიან რაღაც გამოგონილი მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ აქ ვინც გავართ და ვფიქრობ რომ ეს ხალხიც უნდა შემოგვიერთდეს, ჩვენ აქ ვინც გავართ, ჩვენ ვიბრძვის თავარი იდეისთვის, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ცხოვრობ, ხო? იმ ბუნებაში, იმ ქალაქებში, იმ ხალხთან ერთად ჩვენ არ გვინდა ეს ჩავაბაროთ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანას. ეს არის გადაულახავი იდეა, რომელსაც აერთიანებს ეს საზოგადოება და შეუძლებელია ამით დავიღალოთ. ხო, ასე დღევანდელი შემთხვევა რას აჩვენებს ასევე თქვენთვის თუ ადონებდით თვალს დღეს პატიმრობა შეუფარდეს ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორს და ასევე 20 სტუდენტს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ საპროტესტო აქციებში, გაფიცვილებიც კი იყვნენ. და ამ საქმეზე როცა ძალადობის მუდმივ შედის ხოლმე საქმეები სასამართლოში, თითქმის ყველა შემთხვევაში იყენებს გირაოს მოსამართლე, მაგრამ ამ konkretულ შემთხვევაში გამოიყენა პატიმრობა. ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ ხელისუფლება ასევე მოქმედებს, იყენებს სასამართლოს, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში და დასაჯოს ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს. სხვადასხვა ჯგუფები სასამართლოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ 2014 წლიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებას არ აღმოგვაჩნდა ძალა, რომ ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც სისტემა აძლიერებდა არადამოუკიდებელი სასამართლოს სისტემას, ხო? მაშინ ვერ ამოვიღეთ ხმა. სამწუხაროდ დღეს ეს სისტემა არადამოუკიდებელი სასამართლო, ქართული ოცნებისგან მართული სასამართლო შემოგვიბრუნდა ისევ ჩვენ საზოგადოებას, რაც ძალიან მძიმეა. თუმცა ჩვენ იმის ფონზე, რომ ისინი ამ მექანიზმებით და ამ მეთოდებით რომ აპატიმრებენ ვის ხო ღირსეულ განათლებულ ადამიანებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა დააშენონ და შექმნან ამ ქვეყნის განვითარებული მომავალი და წარმატებული მომავალი. ხო, ამით ცდილობენ რომ საზოგადოებას წაართვან ღირსება და სისტემა, რომელიც ცდილობს საზოგადოებას და მოქალაქეებს წაართვას ღირსება, ეს ამ ბრძოლაში ვერასდროს ვერ დარჩება ღირსების წამწმეველი გამარჯვებული. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც დააპატიმრეს და პატიმრობა გამოიყენეს, ხო, უსამართლოდ ამ სისტემის მიერ მართულმა სასამართლომ, ეს იქნება მათ შორის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე და ამ ადამიანებს არ დავტოვებთ მარტო. ეს მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ხალხის გვერდით დავრჩეთ
ბოლომდე და ვიბრძოლოთ მათ შორის მათი თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა, ეს ნესტა ანანიძე იყო მოქალაქე თქვენის პოზიციებს ისმენდით ბათუმის საპროტესტო აქციიდან. გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში. ზოთა ხნის წინ აქცია საპროტესტო მარშით შეუერთდნენ ექიმები. აქ ასევე არის მოწყობილი სახელდახელო სცენა, სადაც პერიოდულად გამოდიან სიტყვით თავენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სხვა მოქალაქეები, აქტივისტები. ზოთა ხნის წინ ასევე ამ სცენიდან ექიმები მართავდნენ აქ შეკრებილ ადამიანებს. განწყობა ამ ეტაპზე ბათუმში საპროტესტო აქციაზე ჩვენ ვჩებით აქ და მოგიყვებით აუცილებლად აქ მოვხარი ამბების შესახებ ეს რო ჩვენს ვერდებს მათმელები ჯირენ გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით Shema vi khadok khari